მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმი დაიკავა, უკრაინამ პირობა დადო, რომ ოდესმე თავის ტერიტორიას დაიბრუნებს. წლების განმავლობაში ეს შეუძლებლად ჩანდა. რუსეთის კონტროლი ამ ტერიტორიაზე უბრალოდ ძალიან ძლიერი იყო და როდესაც მოსკოვმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, კიევი იძულებული გახდა თავისი ძალისხმევა სხვაგან გადაეტანა, რათა სხვა რეგიონები კრემლის კონტროლქვეშ არ აღმოჩენილიყო. ეხლა ყველაფერი შეიცვალა. უკრაინამ ომის მიმდინარეობა შეცვალა. ის სწრაფად იძენს ძალას. და მოულოდნელად, ყირიმის გათავისუფლება აღარ ჩანს მიუღწეველ ოცნებად, არამედ ძალიან რეალურ შესაძლებლობად იქცა. რადგან უკრაინული ძალები ნელა, მაგრამ აუცილებლად სკვეთენ კავშირებს, რომლებიც რეგიონს რუსეთთან აერთებს, ასუსტებენ კრემლის მარწუხებს და შესაძლოა გზას უხსნიან ბევრად უფრო დიდ მოვლენებს. ეს დიდი ხანია მზადდებოდა. 10 წელზე მეტი ხნის წინ იყო, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ძალადობრივი გზით ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავება ბრძანა. მან განაცხადა, რომ ეს იყო ხალხის ნება და რომ ყირიმი ყოველთვის იყო და ყოველთვის უნდა დარჩეს რუსეთის ნაწილი. რეგიონში და უკრაინის სხვა ნაწილებშიც ბევრი ადამიანი კატეგორიულად არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას, მაგრამ პუტინის ოპერაცია მოულოდნელად კარგად იყო დაგეგმილი და განხორციელებული, რის გამოც კიევს თითქმის არ დარჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ უხალისოდ მიეღო ახალი რეალობა. როდესაც წლების შემდეგ 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რუსეთმა ყირიმის კონტროლი გამოიყენა თავის სასარგებლოდ. მან რეგიონში გადაისროლა ჯარები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ბომბდამშენები და სხვა სამხედრო ძალები, რათა განეხორციელებინა დაუნდობელი შეტევები უკრაინის სამხრეთ რეგიონებზე. ნახევარკუნძული ფაქტობრივად სამხედრო პლაცდარმად გადაიქცა და გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა პირველ დღეებში, როდესაც კრემლის ძალები სწრაფად წინ მიიწევდნენ ისეთ ადგილებში, როგორიცაა ხერსონი და ზაპორიჟია. უკრაინამ ეს გააცნობიერა და აქტიურად დაიწყო ყირიმის მიზანში ამოღება, როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა. მაგალითად, ვიხილეთ შეტევები შავი ზღვის ფლოტზე ყირიმის პორტ ქალაქ სევასტოპოლში, ასევე დარტყმები ქერჩის სრუტის ხიდზე, რომელიც პირდაპირ აკავშირებს ნახევარკუნძულს რუსეთის მატერიკთან. მაგრამ ეს შეტევები ხშირად სპორადული იყო და უკრაინისთვის რთული იყო რაიმე სახის მუდმივი ზეწოლის შექმნა ან შენარჩუნება ამ ტერიტორიაზე. ამიტომ, მაშინაც კი როცა რეგიონში ზარალი ან დანაკარგი განიცადა, რუსეთს ხშირად ჰქონდა დრო რომ აღდგენილიყო, შეეკეთებინა და შეევსო თავისი ძალები იქ და ამისთვის იყენებდა რამდენიმე მნიშვნელოვან მომარაგების მარშრუტს. ის იყენებდა თავად ხიდს, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე ეკრძნობოდა სარკინიგზო ბორანებს, მნიშვნელოვანი ტვირთისა და მარაგების გადასატანად სრუტეზე. კრემლის ძალებმა ასევე შექმნეს სახმელეთო კორიდორები და სარკინიგზო მარშრუტები, რომლებიც რუსული რეგიონებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შემდეგ ყირიმში გადიოდა. ამ შესაძლებლობების გამოყენებით რუსულ არმიას წლების განმავლობაში შეეძლო შეენარჩუნებინა მნიშვნელოვანი ძალა ნახევარკუნძულზე. მაშინაც კი როცა მარაგები იწურებოდა, ან უკრაინული დრონებისა და რაკეტების დარტყმები ხდებოდა, რეგიონში დამატებითი ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალისა და სხვა რესურსების შეტანა დიდხანს არ ჭირდებოდა. დღეს სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, ხიდთან დაკავშირებით, ახლა ითვლება, რომ რუსეთის სარდლები უკიდურესად არიდებენ თავს მის გამოყენებას ჯარის ან სამხედრო ტექნიკის გადასაყვანად. ეს ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ უკრაინამ წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული დარტყმა განახორციელა ამ ნაგებობაზე. მათ შორის იყო მასიური აფეთქება 2022 წლის ოქტომბერში, რის შედეგადაც გზის რამდენიმე ნაწილი ჩამოინგრა. კიდევ ერთი აფეთქებების სერია 2023 წლის ივლისში, რაკეტით შეტევის მცდელობა 2023 წლის აგვისტოში და წყალქვეშა ასაფეთქებელი თავდასხმა 2025 წლის ივნისში. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ აფეთქებები ან ხანძრები დოკუმენტურად არ დაფიქსირებულა, ხიდი თითქმის მუდმივად წითელ განგაშზეა, რადგან უკრაინული დრონები და რაკეტები ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდნენ და ნაგებობის დიდი ნაწილები ზღვაში ჩააგდონ. მართლა, სულ ახლახან 16 მაისს უსაფრთხოების მიზნით ხიდზე მოძრაობა 11 საათით შეჩერდა, სანამ ჩვეულ რეჟიმში აღდგებოდა. დახურვამ 12 მატარებლისთვის დიდი დაგვიანებები გამოიწვია და ასეთი რამ დღესდღეობით საკმაოდ ხშირად ხდება. ხიდს ხშირად უწევს დროებით შეწყვიტოს მუშაობა, როცა უკრაინული დრონები ან რაკეტები ყირიმის ცაზე ან მის მიმდებარედ გამოჩნდება. ხიდის გარეშეც კი რუსეთს მაინც შეეძლო მრავალი სარკინიგზო ბორანის გამოყენება, რათა ხალხი და ტვირთი კერჩის სრუტეზე გადაეყვანა. ამიტომ უკრაინამ დაიწყო მათი სათითაოდ განადგურება. და ამ წლის აპრილის დასაწყისში ბოლო ბორანი, კოდური სახელით სლავიანინი, გამოუყენებელი გებელი გახდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ გურმა გაავრცელა თავდასხმის სურათები, სადაც ჩანს ცეცხლი და კვამლი, რომელიც გამოდის ხომალდიდან. იმავე ღამეს კიევის ძალებმა ასევე დაარტყეს რუსეთის კავკაზის პორტს, რომელიც მდებარეობს კრასნოდარის მხარეში, რაც მტრისთვის ნათელი გზავნილი იყო, რომ სამხედრო მარაგების გადაზიდვა ქერჩის სრუტეზე აღარ დაიშვებოდა. ვერ იყენებდნენ ვერც ხიდს და ვერც წყლის გზას, რუსეთის ძალებს მხოლოდ ერთი არჩევანი დარჩათ.
ერთადერთი გზა, რომლითაც მათ შეეძლოთ მარაგების მიწოდება მატერიკიდან ყირიმში, იყო ოკუპირებულ რეგიონებზე გამავალი M14 ავტომაგისტრალი, რომელსაც ზოგჯერ მარიუპოლის გზასაც უწოდებენ. ეს ავტომაგისტრალი გადაჭიმულია უკრაინის სამხრეთით, დასავლეთით ოდესას აერთებს დონეცკის რეგიონის საზღვართან და რუსეთის საზღვართან აღმოსავლეთთან აღმოსავლეთით. გზად გადის დიდ ქალაქებში, როგორიცაა ხერსონი და მარიუპოლი. რადგან რუსეთი აკონტროლებს დონეცკის რეგიონის დიდ ნაწილს, მან ფაქტობრივად შეძლო ამ ავტომაგისტრალის კონტროლის ხელში ჩაგდება და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. მას შეეძლო M14 ავტომაგისტრალით გაეგზავნა ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯარისკაცების გადამზიდავები. გაევლო ოკუპირებულ მარიუპოლში და შემდეგ ავტომაგისტრალიდან სამხრეთისკენ გადაეხვია. რეგიონული საზღვარი გადაეკვეთა და ყირიმში შესულიყო. წლების განმავლობაში ეს მუშაობდა. ავტომაგისტრალი რეგულარულად სავსე იყო რუსული მანქანებით, ჯარისკაცებითა და მარაგით, რომლებიც ნახევარკუნძულზე მიემართებოდნენ და უკრაინას თითქმის არაფერი შეეძლო ამის წინააღმდეგ, რადგან გზა თავად საკმაოდ შორს იყო ფრონტის ხაზიდან და საკმაოდ კარგად იყო დაცული. უკრაინის დრონებს არ შეეძლოთ საკმარისად შორს ფრენა, რომ ავტომაგისტრალზე მუდმივად დაერტყათ, ხოლო მის ძალებს სხვა ადგილებისთვის და უფრო მნიშვნელოვანი სამიზნეებისთვის უპირატესობის მინიჭება უწევდათ. მაგრამ 2026 წელს ყველაფერი სრულიად სხვაგვარადაა. ეხლა უკრაინამ არა მხოლოდ ისწავლა დრონული ომის ხელოვნება, არამედ სრულყოფილად დაეუფლა მას. უკრაინას ახლა აქვს უფრო დიდი, უკეთესი და უფრო ეფექტური უპილოტო საფრენი აპარატები ვიდრე ოდესმე, რომლებსაც შეუძლიათ უფრო შორს გაფრენა და უფრო ძლიერი დარტყმის მიყენება ვიდრე მათ უფრო პრიმიტიულ წინამორბედებს. და უკრაინა ამ დრონებს საოცარი ეფექტით იყენებს. M14-ს რუსებისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთის გზად აქცევს. ეს ყველაფერი წარმოუდგენლად სწრაფად მოხდა. 11 მაისს რუსეთის სამხედრო ბლოგერებმა და პროპაგანდისტებმა მოულოდნელად განგაში ატეხეს და გაავრცელეს ცნობები, რომ უკრაინული დრონები ბოლოს და ბოლოს გზატკეცილზე შენიშნეს. და ახლა უკვე შეძლეს 160-დან 200 კილომეტრამდე, ანუ 100-დან 124 მილამდე მანძილის დაფარვა, რაც აუცილებელია ფრონტის ხაზის გადაკვეთისა და კრემლის მომარაგების ქსელის ამ მნიშვნელოვანი არტერიის მისაღწევად. შემდეგ დღეებში იმავე ბლოგერებმა პანიკურად დაიწყეს ვიდეოებისა და ფოტოების გაზიარება დამწვარი მანქანებისა და გზის პირას გაჩენილი ხანძრების შესახებ, რაც უკრაინული უპილოტო აპარატების იერიშების სასტიკი შედეგი იყო ამ ტერიტორიაზე. მათგან ერთ-ერთმა ბლოგერმა, ალექსეი ჟივოვმა, ამ თავდასხმებს უკიდურესად შემაშფოთებელი სიგნალი უწოდა და შემდეგ დაამატა: ტერმა დაიწყო მთავარი ლოგისტიკური არტერიის მიღწევა. იყენებს შორ მანძილზე მოქმედ უპილოტოებს, რომლებიც გაუმჯობესებულია Starlink-ის სატელიტური ტექნოლოგიით, რათა მიზნები ფრონტიდან რამდენიმე მილით დაშორებით გაანადგურონ. კიდევ ერთმა ბლოგერმა ვლადიმირ რომანოვმა თქვა, რომ მარიუპოლ-ბერდიანსკის გზის მონაკვეთი აღარ არის ზურგის გზა, რითაც მიანიშნა, რომ ეს ავტომაგისტრალი სულ უფრო საშიში ადგილი ხდება, როცა მან გააზიარა კადრები გზები გზის პირას დამწვარი საწვავის ცისტერნის შესახებ. ამასობაში უკრაინამაც გაავრცელა ცნობები და კადრები ამ რეგიონში წარმატებული დრონული დარტყმების შესახებ. უფრო ზუსტად რომ თქვათ, აზოვის ბრიგადამ ტელეგრამზე დაწერა, რომ უკრაინული დრონები ახლა უკვე შეუძლიათ გზების პატრულირებას და სამიზნეების განადგურებას საბრძოლო ხაზებიდან 160 კილომეტრამდე სიღრმეში, რითაც მკაცრი გაფრთხილება მისცეს მტერს ამ რეგიონში. აზოვის საზღვაო ბაზის პირველი კორპუსი აგრძელებს რუსული ლოგისტიკისთვის სანიტარული ზონის შექმნას. დარტყმების სიღრმე გაიზრდება და უკრაინამ თავისი დაპირება შეასრულა. მას შემდეგ, რაც ეს პირველი ცნობები გავრცელდა, M14 ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად იქცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკისთვის. ვერანაირი ადგილი ვერ არის უსაფრთხო, რადგან უკრაინული დრონები ყოველთვის ახლოს არიან. ამ კამიკაძე უპილოტო აპარატებს იმდენი ასაფეთქებელი აქვთ, რომ ტანკებისა და ქვეითთა მანქანების განადგურებაც შეუძლიათ. ამიტომ ჩვეულებრივი სატრანსპორტო სატვირთოებისა და პირადი შემადგენლობის გადამზგენობის განადბის განადგურება მათთვის პრობლემა არ არის. ყოველი გასული დღით ეს ავტომაგისტრალი უფრო და უფრო ფრონტის ხაზის სასიკვდილო ზონას ემსგავსება, ვიდრე უსაფრთხო მომარაგების ხაზს. ერთმა რუსმა ბლოგერმა მაქსიმ კალაშნიკოვმა კი ის ავღანეთის საბრძოლო ველებსაც კი შეადარა. ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო გზა სულ უფრო ემსგავსება ავღანეთის გზებს 1980-იან წლებში. გადამწვარი მანქანების ნარჩენები გზის ორივე მხარესაა მიმოფანტული. მტერი დრონებით ამარაგების ხაზს არღვევს. ეს რუსეთისთვის სერიოზულად ცუდი ამბავია და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. სანამ აგიხსნით როგორ და რატომ, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვაშლით ყველაფერს დეტალურად. უკრაინის სარდლებმა აშკარად გააცნობიერეს, რომ M14 და მიმდებარე გზები ერთადერთია, რაც რუსეთს დარჩა ყირიმში მომარაგებისთვის და ისინი მზად არიან ნებისმიერი გზით გაწყვეტონ ეს ბოლო მომარაგების ხაზები. ადგილობრივი მცხოვრებლები იუწყებიან, რომ მარიუპოლის გზატკეცილი პირდაპირ მნიშვნელობით იწვის და სამხედრო ტექნიკისთვის უსაფრთხოდ გადაადგილება შეუძლებელი ხდება. ამის პასუხად ზოგიერთი რუსი სამხედრო ბლოგერი და სარდალი განგაშ სტეხს და სასტრაფოდ მოითხოვს ამ რაიონში თავდაცვის გაძლიერებასა და ახალი ანტიდრონული ზომების მიღებას. მაგალითად, კამუფლაჟის ბადეების გაბმას გზაზე, რათა შეიქმნას ბარიერი ზემოთ მყოფ დრონებსა და ქვემოთ მოძრავ მანქანებს შორის. ჯერჯერობით, თუმცა, არ ჩანს არანაირი ბადე ან სხვა დრონებისგან დანცავის საშუალება დამონტაჟებული იყოს.
ამის ნაცვლად რუსული მხარის ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოხდა 21 მაისს, როდესაც ხერსონის გუბერნატორმა ვლადიმირ სალდომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დროებით იზღუდება სატვირთო მანქანების გადაადგილება იმ გზის მონაკვეთზე, რომელსაც რუსეთი ახლა ნოვოროსიას, ანუ ახალი რუსეთის გზას უწოდებს. სალდომ აღნიშნა თუმცა, რომ სამხედრო მანქანებს კვლავ შეუძლიათ ამ გზაზე გადაადგილება, ისევ როგორც სხვა აუცილებელი ტვირთის გადამზიდავ სატვირთოებს. მის გადაწყვეტილებას გაუგებრობა მოჰყვა. მერტმა კრემლთან დაკავშირებულმა ბლოგერმა კი აღნიშნა, რომ ეს კიდევ უფრო გაამარტივებს უკრაინელი დრონების ოპერატორებისთვის გზაზე სამხედრო ობიექტების დართმას, რადგან მათ აღარ მოუწევთ სამხედრო და სამოქალაქო მანქანებს შორის გარჩევა. ომის შესწავლის ინსტიტუტი კი აცხადებს, რომ სალდოს ბრძანება ამტკიცებს, რომ უკრაინის ტაქტიკა მუშაობს. სალდოს გადაწყვეტილება M14 გზაზე გადაადგილების შეზღუდვის შესახებ მიუთითებს, რომ უკრაინული დარტყმების შედეგად ამ მარშრუტზე გადაადგილება გაცილებით საშიში გახდა და სავარაუდოდ ეს გავლენას მოახდენს რუსულ ლოგისტიკაზე ოკუპირებულ უკრაინაში ამ გზაზე. როდესაც გზაზე ნაკლები ტრანსპორტია, არა მხოლოდ ხირიმში მყოფი ჯარისკაცები დაზარალდებიან, არამედ რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობაც. მართლა უკვე მივედით იმ ეტაპამდე, რომ რუსეთს იძულებული გახდა საწვავის რაციონირების სისტემა შეეყვანა ავტომობილებისთვის ფორტ ქალაქ სევასტოპოლში. იქ 23 მაისს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, რომ ადგილობრივმა გუბერნატორმა მიხაილ რაზვოზაევმა განაცხადა, რომ დაუკონკრეტებელი ლოგისტიკური სირთულეების გამო ქალაქში, რომელიც მთელი ყირიმის უდიდესია, საწვავის გატიდვები მხოლოდ 20%-მდე შეიზღუდა. 20 ლიტრი ან 5.3 გალონი თითოეულ ავტომობილზე, სანამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. შესაბამისად განწყობა და მორალი მთელ ნახევარკუნძულზე კიდევ უფრო დაეცემა და თუ უკრაინა შეძლებს ამ ინტენსივობის შენარჩუნებას, შესაძლოა მალე სრულიად შეუძლებელი და არამდგრადი გახდეს რუსეთისთვის, რომ კვლავ დაეხვდნოს M14-ს. თუ ეს მოხდება, კრემლს აღარ დარჩება უსაფრთხო გზა, რომ ყირიმში მარაგები შეიტანოს. ამის შემდეგ უკრაინას მხოლოდ დარჩენილი რუსი ჯარისკაცებისა და სამხედრო ობიექტების განადგურება დარჩება მთელ რეგიონში. ამის გაკეთება შეიძლება ისე, რომ აღარ ინერვიულოს დაზიანებული ან განადგურებული საშუალებების ჩანაცვლებაზე. ეს უკვე ხდება. უკრაინული საინფორმაციო სააგენტო ნოვინი ლაივის დეტალური ანგარიშის მიხედვით, უკრაინის თავდაცვის ძალები აქტიურად უტევენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს მთელ ყირიმში. ბოლო დღეებში გაზრდილი ინტენსივობითა და სიხშირით, რაც აიძულებს მტერს გადაადგილოს ის რამდენიმე სისტემა, რაც ჯერ კიდევ დარჩენილია. დმიტრო პლეტნიუკმა, უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ქვეყნის ძალები მიზანში იღებენ რუსეთის რადარებსა და რაკეტ-სატყორცნებს. და განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის საშუალებების დაზიანებისა თუ განადგურების შესახებ, მათ შორის S-300 და S-400 სისტემებისა და ნებოუს რადარების. პლეტნიუკი ამბობს, რომ უკრაინის დრონებისა და რაკეტებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება ყირიმის ცაზე ფრენისთვის და დამატებითი სამიზნეების გასანადგურებლად. რაც ან იმას ნიშნავს, რომ რუსეთის დარჩენილი თავდაცვის საშუალებები არაეფექტურია უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედების შეჩერებაში, ან მართლაც არსებობს რაიმე სახის დეფიციტი. მან ასევე აღნიშნა, რომ დამატებითი დარტყმებისა და ზეწოლის შედეგად კრემლის შავი ზღვის ფლოტზე რუსეთი ეფექტურად ვეღარ აგზავნის გემებს ზღვაში. ამჟამად ზღვაში არც ერთი ერთეული არ იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ კრემლის ძალებს ვეღარ შეუძლიათ ომის გემებსა და სარაკეტო კრეისერებს დაეყრდნონ ყირიმში მათ მიერ მიტაცებული მიწების დასაცავად. და რადგან ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ობიექტების დასაცავად ნაკლები საჰაერო თავდაცვა, ყირიმი სულ უფრო დაუცველი ხდება საჰაერო თავდასხმების მიმართ. ეს დაადასტურა უკრაინელმა ავიაციის ექსპერტმა ანატოლი კრუპჩინსკიმ NV რადიოსთან ინტერვიუში 19 მაისს. კრუპჩინსკის თქმით, უკრაინა ყირიმში რუსულ ობიექტებს უკვე ადვილ სამიზნედ აღიქვამს უპილოტო შეტევებისთვის და ამატებს, რომ კიევი როგორც საჰაერო, ისე საზღვაო დრონებს იყენებს კრემლის სანაპირო თავდაცვის ნარჩენების გასანადგურებლად. ჩვენთვის ყირიმი უკვე სამიზნე გახდა. რუსებიც ამას ხვდებიან, თუმცა მაინც ცდილობენ იქ მეტი რადიოელექტრონული ბრძოლისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას. მან დაამატა, რომ ასეთი თავდასხმების მატებასთან ერთად რუსეთი თანდათან კარგავს შესაძლებლობას დაიცვას თავისი ობიექტები ნახევარკუნძულზე. მან მაგალითად მოიყვანა ბელბეკის აეროდრომზე განხორციელებული მრავალი წარმატებული დარტყმა, სადაც უკრაინამ ცოტა ხნის წინ შეძლო პანცირ S-2 საჰაერო თავდაცვის სისტემის და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების განადგურება. ასევე წარსულში გაანადგურა MiG-21 ტიპის გადამჭველი თვითმფრინავები და მტრის სხვა მნიშვნელოვანი საშუალებები. შეჯამებისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ ყირიმი ადვილ სამიზნედ იქცა და უკრაინამ იქ საჰაერო სივრცეში პარიტეტს მიაღწია, ამ ეტაპზე უპილოტო სისტემების გამოყენებით და არაპილოტირებული ავიაციით. მაგრამ პარიტეტი მხოლოდ დასაწყისია. უკრაინა არ სურს მხოლოდ რუსეთთან თანაბარ პირობებში იყოს ყირიმში. მას სურს ერთხელ და სამუდამოდ გააძევოს მტერი ამ ტერიტორიიდან. მართალია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ გამოხატა სურვილი, რომ თავისი ქვეყანა მთლიანად აღდგეს და რუსეთის მიერ მიტაცებული ყოველი მიწა დაბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. ეს მოიცავს არა მხოლოდ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებს, არამედ ყირიმსაც.
და მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ხაზიდან ასე შორსაა, ჩანს, რომ ტირიმი უკრაინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ ტერიტორიად იქცევა გასათავისუფლებლად. მისი ძალები წარმატებით იზოლირებენ ამ ტერიტორიას. ისინი ანადგურებენ მის თავდაცვას და თითქმის შეუძლებელს ხდიან რუსეთისთვის მისი შენარჩუნებას. ეს პუტინისთვის, განსაკუთრებით კი მისთვის, ვინც ყირიმის რუსეთის ნაწილად ქცევას საკუთარ პირად მისიად მიიჩნევდა, უზარმაზარი პრობლემაა. ეს უნდა ყოფილიყო მისი მემკვიდრეობის ნაწილი, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს მმართველად გაიხსენებდნენ. წლების განმავლობაში ფიქრობდა, რომ ეს შეძლო და დაუსჯელად გამოუვიდა. და ის თქმებოდა იმ უამრავი რუსი ადამიანის აღტაცებით, რომლებმაც მას შემდეგ ყირიმში სახლები დაიდეს, ან იქ მზიან ზაფხულს ატარებდნენ. ეხლა კი პუტინის აზრით მისი უდიდესი გამარჯვება სწრაფად იქცევა მის ყველაზე სამარცხვინცხვინო მარცხად. უკრაინა კვლავ იბრუნებს კონტროლს და ფაქტობრივად ყირიმის მომავალი მის ხელშია, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია რას გადაწყვეტს შემდეგ. ზოგიერთი ისურვებდა ტერიტორიის სრულმასშტაბიან ალყას, უკრაინელი ჯარისკაცების შესვლას და ძალით დაბრუნებას იმისა, რაც მათ ეკუთვნით. თუმცა ეს მალე ალბათ არ მოხდება. ეს სრულიად ეწინააღმდეგება უკრაინის საერთო სტრატეგიას და მის მიზანს, მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები. ყირიმზე შეტევა მოითხოვს უზარმაზარ რაოდენობას ჯარისკაცებისა და რესურსების, და ამან შეიძლება ფრონტის ხაზებზე სუსტი ადგილები გააჩინოს, რომლებსაც რუსეთი გამოიყენებს. ამ ეტაპზე რეგიონამდე მისასვლელი მკაფიო გზაც ჯერ არ ჩანს. უკრაინას ჯერ მოუწევს ხერსონის რეგიონში დაკარგული მიწების დაბრუნება, სანამ ყირიმში შესვლას შეძლებს. ამის ნაცვლად უფრო სავარაუდოა, რომ რეგიონზე უწყვეტი და კიდევ უფრო ინტენსიური საჰაერო იერიშები ვიხილოთ. მეტი და მეტი დრონი გამოჩნდება მარიუპოლის გზატკეცილზე, მზად არიან დაარტყან ნებისმიერ რუსულ სამხედრო მანქანას, რომელიც გაბედავს ამ გზაზე გადაადგილებას. შეიძლება მალე სრულიად შეუძლებელი გახდეს პუტინის ძალებისთვის ამ გზაზე დაკრდნობა, რაც რეგიონს კიდევ უფრო დიდ ქაოსში ჩაძირავს, რადგან საწვავის, საკვების და საბრძოლო მასალის მიწოდება მნიშვნელოვნად შენელდება. ამასობაში უკრაინის დრონები და რაკეტები სავარაუდოდ გააგრძელებენ სამხედრო ობიექტების განადგურებას ნახევარკუნძულზე, რაც დაასუსტებს კრემლის კონტროლს და დაუნტკიცებს იქ მცხოვრებ ხალხს, რომ თითქოს ძლიერ რუსულ არმიასაც კი არ შეუძლია მათი დაცვა. და არა მხოლოდ ყირიმში ახორციელებს უკრაინა მნიშვნელოვან ნაბიჯებს. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ იძენს ქვეყნის ძალების სწრაფად იმპულსს და როგორ მთელ ფრონტის ხაზზე თავის სასარგებლოდ ატრიალებს ვითარებას ამ ვიდეოში. ან ნახეთ ეს ვიდეო, რათა გაიგოთ, როგორ ემუქრება პუტინს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონებზე კონტროლის ისეთი დაკარგვა, რომელმაც შესაძლოა მისი რეჟიმი დაასრულოს, სადაც ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა საბოლოოდ არტყმის მისაყენებლად ერთვებიან. არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რათა მიიღოთ მეტი სასტრაფო სიახლე, ანალიზი და ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომისა და სხვა მნიშვნელოვან კონფლიქტებზე მსოფლიოში. მადლობა ყურებისთვის.